განსხვავდება მინდა რომ მე ვარ რეპერი Young Mike-ი Young Mike-ი მღერის თავის პოზიციიდან Young Mike pseudonymი არის Young Mike-ი მღერის თავის პოზიციიდან თავის ცხოვრებაზე კონკრეტულად სიმღერის ავტორი და შემსრულებელი თავის პოზიციიდან თავის ცხოვრებაზე რაღაცები შეიძლება იყოს გადაწყვეტილი რაღაცები შეიძლება იყოს შემსრულებელი მაგრამ Young Mike-ი არ არის ის პერსონაჟი რომელსაც რამე ესეთი უშუალო კონტაქტი აქვს სამართო დამცავებთან არც ქუჩის ბიჭი არის არც გავსი არაფერი მაგრამ ვინაიდან საქართველოში ანუ ეს არის ეს ყველაფერი არის ამერიკული მუსიკალური ჟანრის რეპის ქართული ინტერპრეტაცია ქართული ინტერპრეტაცია რა თქმა უნდა რეპი არ არის კულტურა რეპის თემატიკა არ არის ამ საკითხებში აი და მომისინოთ მაული ამ რეპი და რეპერის იმიჯი ქართული საზოგადოებისთვის არის საკმაოდ უცხო. მე ამას ვიცნობ, იმიტომ რომ ძალიან ადრეული ასაკიდან ძალიან დავინტერესდი ამ მიმდინარეობით და ძალიან ღრმად შევისწავლე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის რეპერები არასდროს არ ყოფილან 100%-ით მისაღები პერსონაჟები და არასდროს არ ვფიქრობდი მათი 100%-ით მიღწევას. მე ჩემი ცხოვრების სტილმა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაცა რეპერისთვის არის მისაღები ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის, რომ რეპერები ხშირად ეგრეთ წოდებული სუწინიორების არიან, ნარკოტიკებს ვაჭრობენ, ნარკოტიკებს მოიხმარენ, იარაღთან კეთილ ასეთი რაღაცების ინტერესი არასდროს არ მქონია და ეს არასდროს არ ყოფილა ჩემი რეპთან დაკავშირების მიზანი. ჩემთვის საინტერესო არის თვითონ გამოხატვის ფორმა და საინტერესო არის ჩემთვის შემოქმედებითი მხარე. იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ახალგაზრდობისათვის და ქართველი სვენელისათვის ეს ყველაფერი ცოტა უცხო არის რეპის თემატიკა, ანუ იქ არის უფრო ლაპარაკი თვითონ რეპერის რეპერებზე და მათ შემოქმედებაზე და თავის კოლეგებზე და მათთან ვინაიდან ეს არ არის იმდენად საინტერესო დიდი მასებისათვის მე მოვიფიქრე ასეთი რაღაც, რომ გამეკეთებინა აქტუალურ თემაზე რეპი და მოვიგონე ჩემ ის ანუ სიმღერები აირა ინტერპრეტაცია ხონდა. სიმღერები შესაძლებელია ანუ აი თუ შეიძლება რომ გაიგოთ და ჩვენ მოგებულო შესაძლებელია. გარეკო არა, გარეკო შეიძლება ხო ანუ აი სულ ახალი კეთები და ტესტი შავი ზედა ნახეული ჯინსები შიქშარავში გერეტა არაფერი მე მასება მოსაწევზე და წიწევა განცდილებით თუ გადამეკეტა აი აქ პოლიცია აი ანუ აქ პოლიცია შეურაცხყოფა აი ეხლა არის არ მე ვასება ზაფხით ვარ შეუძლია ხება უხავშორო ჩემერა უთვის პატრონში გარეკა უკვე გოგოებს სასწავლებლად ბიჟამაფის ცეკვა განზეგაცი ხელები და ამჟავეთება ამასთან დამატებით არის Bueno, polizia შეურაცხყოფა მოდიოდა ორი ანერვიულებული საშუალო ასაკის მამაკაცი და კითხეს რომ გამოფეშვილი მემზადებითო თუ შენ ხარო იმედი ავტომატურად უპასუხე და ეგრე დაიწყეს ხელების დაკავება და ასე შემდეგ მიუხედავად იმისა რომ მე ეგრე ვიხარი რომ მე ამაპირებთან შეწინააღმდეგე მიმოხვდა ერთ-ერთმა მანქანასთან ესე უკანა მასთან კართან და დაიწყო რაღაც ხელების ფათო რომელიც იმ მომენტში საერთოდ ვერ მეგონა რომ შემორავდა აინტერესებდა რამე ყვარი ყოლდა თან იარაღია მსგავსი რა შემდეგ ჩამსვა მანქანაში უბრალოდ ჩამაგდო ზემოდან დამახტა თავზე და მე ვხარი ვიცი რა პრობლემაც არის თქვენ დაღიზიანებული ხართ კლიპზე და მითხრა რა კლიპზე არ ვიცი და წამოვიდა უხეში სიტყვები შეურაცხყოფის მიხენება უკვე შემდეგ მეორე მხარეს გადაახენეს მე მაქსიმალურად ვიყავდი ყველანაირ მე შეშინებული ვიყავი არც ვიცოდი როგორ მოუწეულიყავი სიტუაციაში და ყველაზე მეტად ვიყავი გაფორმებული იმიტომ რომ მეგონა რომ ასეთი რაღაცა დაკმაყოფილებული ვიყავი რომ ასეთი რაღაცა ამის გამო არ მოხდებოდა და ვერ მოხდებოდა
ვინაიდან ჩვენ ქვეყანაში რაღაცები შეიცვალა. გადამაყენეს გზის მეორე მხარეს და აქედან ამომიჯდა უფრო მოსული კაცი და მიკავა. ანუ სანამ მანქანაში ჩასულდნენ, ჭრე გარჩააგდეს? სანამ მანქანაში ჩამსულდნენ, ხელებს მიფათურებდნენ, მაგრამ ჭრეკა ამდენად იყო ეს არის. შემდეგ მითხრეს, რომ ველოდებით გამოძიეს დეტექტივი მოვიდა ჩაჭრა წინ. მანქანაში ზიგო სამი კაცი. დეტექტივი მოვიდა ჩაჭრა წინ. შევროქა მომაყენა, ერთხელ თავში ჩამარხა ხელი დეტექტივმა. რატომ? ალბათ ჩემი ვარაუდით სადაც შემოწმებინა ჩემი რეაქცია. მე ამ დროის განმავლობაში ველები რომ ცუდად ვგრძნობ თავს არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე რა გინდათ რომ გავაკეთო ამის მოვიდა დეტექტივით ვარ გაჩვიდეთ მანქანიდან არ გადმოსულა ვრავად მე მგონი ხის ძირში და გარეთ ტრიალები საათი რომელი საათია? დაახლოებით 2 საათია ცოტა მე ის ტრიალები მოგროვდა ხალხი მანქანასთან ისე თანამშრომლები სავარაუდოდ და დეტექტივმა თქვა რომ მას გაჩხრიკეთ Pani daje się człowieka, a mówi, że telefon, a ma to telefon, który samochód jest daureką, samochód daureką. Witam dalej. Dopiero tortem mama się tam baboczy. Ta początkowo jest analiz sakmaniz autorytety, ma pisała boxy jest ta samochód. Შემდეგ ამომიღეს საფულე საპრეზიდენტო 60-40 ლარი მედო პირადობის მოთმობა ტელეკომპანია მაესტრო საშვი TBC ბანკის ბარათი მეტრომანი SPS ბარათი და Unicard მომის აპეტეჯიბიდან iPhone 2 კაბელი ხოსაფული შეიძლება ჩიპი ანუ ელექტრონული მეხსიერების ბარათი სადაც წერილი ჩემი ბოლო გადაღებული გადაცემის მასალა და ჩემი ბოლოს დამონტაჟებული 4 გადაცემა მაესტროსთვის ესენი ამომიღეს უკან მე დავაკეთ ხელშეკრულება გადაცემის თაობაზე ტელეკომპანია მაესტროში ეს ამაღლოს ამოიღეს სავარაუდოდ და კიდევ ამას ამოაყოლეს რაღაც ხალხი დაკუჭული ეს ვიფიქრე რომ ამახან შეკებს ვინახავ უკანა ჯიბეში თან ეს ჯიბები შეკრული იყო რომ ყოველი და ამიტომ გაუჩნდა ალბათ ჩადო ამიტომ ვიფიქრე შეკითხვა არ არის და მე როდესაც გახსნეს და ფერადი შეფერილობის ის იყო ტაბლეტები კომპიუტერი არ მოვისმენთ თვითონაც არის უფრო ზუსტად რა ის იყო ნარკოტიკული საშუალება იქნესო პროცეს რომელსაც ჩემი არა და ამაზე ისეთი პასუხი მივიღე რომ მივხვდი რანაირი აზრი არ ქონდა მტკიცებას შემდეგ ითქვი და დეტექტივი რომ ჩემიაო? არ ითქვი ჩემი მომენტ ჩასწია დეტექტივი ითქვი და მე რაღაცას უთხრა მოდი შენ დაითვალე მე შეიძლება ამერიკის წინაზე ხოც ამედიაო და ნუ მე ამათ პარლამენტად მოვიდი რომ არგენტინა ამერიკაში დავორგირებ არაფრის გაკეთებას რითიც მოვიპოვე მათი ნდობა და მინდა აღნიშნო რომ მათი დიდი ნაწილი და უმეტესი ნაწილი საკმაოდ კარგად მექცეოდა ვეკითხებოდი ახლა ამერიკის რა იქნება შემდეგში აქედან როგორ უნდა გამოვიდე იქ რატომაც დიდხანს გავჩერდი სანამ ავსებდა დეტექტივი ქაღალდებს შემდეგ მივედი უკვე იმის შინაგან საქმე არ ვიცი რა ქვია
იმ შენობის ტერიტორიაზე, სადაც აფეზეში ვიყავი, შემდეგ მოგვიანებით იქაც დიდი ხანი ხდებოდა ეს შევსება მთავრობის მე მგონი რომ უნდა დამხმარებულიყო რაღაცას და ამიტომ იწერებოდა. მე ამასობაში მოვხდი აუქსენი ის თქვენ მოგიხებით. აუქსენი ჩემი ინტერესი არ არის პოლიციის აგრესიის გამოხატვა, ეს ამიტომ გავაკეთე ეს ინფორმაცია. მართლა წამისვეს თავიანთი პოზიციიდან რომ შენაც დააშავე, ამას შეეფართო რომ მხოლოდ რაღაც განაშაული ტერმინი მითხრეს, ამას ეს ქვია, რომლის ჩადენის შემთხვევაში შენ დაგეკითხება მაქსიმუმ 200 ლარიანი ჯარი. და მეტი არაფერი. მაგრამ ვიღაცა ძალიან გააღიზიანე და ის მოისწავლო შენ გექცევი კასი. შემდეგ ავედი კაბინეტში იქ თანამშრომლებიდან გავხდაგინება, პროცესის პოლიცია აუყვარს ასე შემდეგ. შემდეგ უკვე გადავიდეთ სხვა ოთახში, სადაც მეგონა ცენტრენ, მაგრამ რადგან ალბათ ვიქცევი მიხოს მეს და წარმომიდგება პირიქით და შემდეგ შემოიტანეს ეს მე ვიქცე რომ რა უნდა გავაკეთო. მითხრეს რომ უნდა ითანამშრომლო გამოძიებასთან მაქსიმალურად და თქვი რომ შენ იპოვე ეს და გინდა შენი პირადი მოხმარებისათვის და ასე გამოძიები. მე ვიქცე რომ არსებობს ისეთი შემთხვევა როდესაც ხელს არ აწერს დოკუმენტს. მითხრეს რომ ალბათ ბოლოს ასე ისე რაღაცა ხელი გასკონდა უნდა შემდეგ აქეთ აბინეტში სადაც მარჯვენას ისევ გადმოვიდით გოგონა შეავსო რაღაცა არც რაში გამოიხადა გინება? გინება იყო რომ შენ გააკეთე რომ ეს შენ რა ჩაიგინე ლინზეა საუბარი. პირდაპირ მიდიოდა არ იყო იქ ამასაც შესაძლებელი იყო რომ არანაირ ნარკოტიკებთან არ იყო ნარკოტიკებზე არ იყო. პირდაპირ ფულზე მოვიდა თანხმობელი მითხრა რომ შენ შენი კადრე ხარ შემეშავა. და მე იმას მოყვა რაღაცა სხვადასხვანაირი გინებები რომ აი ეს პოლიცია არ უყავს პოლიციას და ეს რაღაცა რაზეც ბუნებრივად მე არანაირი რეაქცია არ გამოხატა. შემდეგ გოგონამ შეაქვს კომპიუტერულად რაღაცა, რომელიც დიდად ყურადღება არ მიიქცევია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გუნდში გარემოს შესვლა. ამიტომ ძალიან გუნდა ნებისმიერ ეტაპზე გაჩერება გუნდში და არ ვიცოდი რა მოვიდა. ეს მქონდა რომ როდესაც ნარკოტიკს ჩამიტარებდნენ, იქაც რაღაცა მოხდება, ანუ არ მაქვს არც არ ჩავტარებდნენ ნარკოტიკსი და არ ვიცი როგორ ხდება რა პრინციპი არის და ვარაუდობდი რომ იქაც შეიძლება ეთქვა რომ შენ ხარ მოყოლებული. თუმცა არ ვიცოდი თუ ვიყავ მოყოლებული იმ შემთხვევაში რა სასჯელია. და ვიკობდეს რომ ერთმანეთს გადაგებდა და დამძიმებდა საბოლოო გადაჭრას. შემდეგ ამისთვისაც არ გადავხედავს ამომიგდეს ეს ხელი მომაწერინეს თუ სწორად მახსოვს. შემდეგ ჩემი ტელეფონი რეკავდა, ხოლმე რამდენჯერმე გათიშეთ თქონდა მითხეს რომ გავფიშოთ რომ მაგ გათიშეს. შემდეგ დედაჩემთან დედაჩემთან მამაჩემთან დედაჩემს რომ დაერიქეთ, მაგრამ ვერ დაუკავშირდნენ ვერცეს და მე ვთქვი ბაბაშებს დაურეკეთ. ბაბაშებს ხოლმე არ ვიცოდი ზედია, ამიტომ საჭირო გახდა ჩემი ტელეფონი მეთქი რომ მე ნახარად ისეთ კოდზე მაქვს ჩემს გარეშე ვერგართია. და როდესაც გავხსენი ჩემი ტელეფონი და უთხარი ბაბაშების ტელეფონის ნომერი ვკარნახე, შემდეგ ჩემი ხელით გამოვიდა ჩემი ტელეფონი. მითხრეს რომ ამით გარკვეულად დამეკარგება, ყოველთვის გადაეცემა ჩემს ოჯახს. მე წავედით იქვე ავტომობილში, სადაც შევედით გულიგოთ. ჩემი შარდის ეს გააკეთეს. ტესტი. არც ერთი ნარკოტიკის საშუალება არ ამოვიდა. შემდეგ მარიხუანას ტესტიც წადეს.
არც ის სამომავლო. შემდეგ შევედით რაღაც კაბინეტში, ხალბატონი არიხო ჯერ და აგახანი და დიდი სანაბეჭდები და სურათები გადავიდა. შემდეგ ამიყვანეს ზევით დამატებით და ჩემი ნერწვის რაღაც ანალიზი აიღეს რაღაცა ჯოხით. შემდეგ უკვე ჩავედი ტრაპეზზე და იქ ვიხავი რაღაც.